ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს ფოთს ეწვია, სადაც ქალაქის მაჟორიტარ ეკა ბესელიასთან ერთად მშენებარე ობიექტები დაათვალიერა. ნოდარ ხადური ქალაქის მერსაც ესაუბრა და სხვა პრობლემური საკითხები განიხილა. მშენებარე თეატრის, სტადიონისა და სპორტ კომპლექსის მონახულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჯავახიშვილთან ერთად სააგენტოს ახალი მეხუთე სავაჭრო ცენტრი გახსნა, სადაც რამდენიმე ადგილობრივი დასაქმდა. ძალიან სამწუხაროა, ქალაქის ინფრასტრუქტურა, ქალაქის მეურნეობა პრაქტიკულად მოშლილია. პრობლემებია წყალმომარაგებაში, პრობლემებია სანიაღვრე სისტემებში, გზებში. ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, პრობლემა დაგროვდა და თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ცენტრალური ხელისუფლება ქალაქის ხელისუფლებასთან ერთად ძალიან ბევრ სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ იმისათვის, რათა ეს პრობლემები მოვაგვაროთ. პირადად ჩემი თხოვნა იყო ფინანსთა მინისტრის მიმართ, რომ მას უშუალოდ ენახა ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც მხარდაჭერას ითხოვს და წელს ჩვენ გვინდა რომ დაეტყოს უკვე ამ ქალაქს ის ცვლილებები, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მოიტანა. ფინანსთა მინისტრთან ქალბატონ ეკა ბესელიასთან ერთად მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა გავხსენით მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. აქ გეტყვით, რომ გაიყიდება სხვადასხვა სახის ტანსაცმელი საყოფაცხოვრებო და სხვადასხვა სამეურნეო სახის საქონელი. ასევე მოგახსენებთ, რომ დამატებით რამოდენიმე ადამიანი დასაქმდა.